როგორც უკვე გითხარით, საღამოშიდობისა ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ სტუმრობთ ჩვენს სტუდიას. გამარჯობათ. ბატონ დავით, ერთი ფრაზა თქვენი ინტერვიუდან, ტენდერის მიხედვით 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით $300 დაფიქსირდა, ხოლო სამინისტროს მაგალითად ჩინური კომპანიისგან $530, ზოგ შემთხვევაში $600 აქვს ეს $600 დაუჯდა და ქუთაისის სახსენებს სადაც $450 დაუჯდა. საკმაოდ სერიოზული განსხვავებაა თანხებს შორის, თქვენ მიერ დასახელებულ თანხასა და შესყიდულ თანხას შორის. შეგიძლიათ გითხრათ, რაზე გაქვთ ეჭვი? ეს იყო კორუფციული სქემა თუ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? მოგესალმებით. ძალიან მარტივია, მე ფაქტებით საუბრობ მხოლოდ, მაგრამ სანამ თვითონ არსზე გადავიდოდე ამ საკითხისა, მანამდე კომენტარებთან დაკავშირებით მინდა ერთი თქვა. და პირველ რიგში უპასუხო ბატონ გიორგი ვოლსკის, მან რა სიტყვაც იხმარა ჩემს მიმართ, მეც უნდა ვთქვა, რომ მისი განცხადება ზუსტად ასეთივეა. მე არანაირი რამე გადახვეული იმისგან განსხვავებული, რასაც სინამდვილეში ქონდა ადგილი, არ მithქვავს და ის რომ დევნილთა პრობლემები ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, არის და დარჩება ეს ბატონ გიორგის კარგად მოეხსენებოდა და როცა მე მუშაობდი, მაშინ მას ამის მსგავსი ურთიერთობა ჩემთან არ ქონია. თუმცა შემდეგ არც თქვენ პიროვნულადაც გეწყინათ, როგორც მივხვდი, ახლა უმრავლესობის იხმარა, მე არ გავიმეორებ მისი მისამართით, ეს რა თქმა უნდა მე მისგან არ მეკუთვნის, შესაბამისად არ ვღებულობ და მისგან მიკვირს. ერთობლივი მუშაობის დროს მას ასეთი დამოკიდებულება ჩემთან არ ქონდა, ბევრი რამ აინტერესებდა და შესაბამისად ეხლა გასაკვირია. თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად ისმის ეთერიდან ესეთი მოუზომავი და უკულტურო გამონათქვამები, რაც მე ძალიან მაკვირებს, მაგრამ ამაზე თვითონ ამ ავტორებმა უნდა ასე ვთქვათ იდარდონ ჩემის აზრით. რაც შეეხება თვითონ საქმის არსს, 2012 წლის არჩევნებში ქართული ოცნების მხრიდან გამარჯვების შემდეგ ქართული ოცნების პროგრამაში იყო დევნილთა პრობლემების წინსწრები წესით გადაწყვეტის ვალდებულება მათ მიმართ. რა კი მე გავხდი ამ უწყების ხელმძღვანელი და როგორც თვითონ დევნილი, რა თქმა უნდა, ჩემთვის სისხლხორცეული იყო პრობლემა და დღესაც არის და დარჩება ბოლომდე, ვიდრე ჩვენ გვექნება დევნილის სტატუსი, შევეცადე, ჩავწვდი, გავერკვიე მთავრობაში წარვადგინე ჩემი ხედვა და ეს ხედვა გაზიარებული იქნა მაშინდელი პრემიერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ და მთლიანად მთავრობის მიერ და წავიდა ფორსირებული მუშაობა. გამოიყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფართობები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში. დავიწყეთ ჩვენ ინტენსიური წესით, ინტენსიურად დაპროექტება ამ ფართობებზე სამ კორპუსების, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების იმისათვის, რომ ხედვა იყო ასეთი, რომ ჩვენ ერთის მხრივ უნდა ფორსირებულად მასიური მშენებლობა და გაზიარებული იქნეს, როგორც მე ვთქვი, მასიური მშენებლობები უნდა გაგვეხორციელებინა მსხვილ ქალაქებში, სადაც დევნილთა დიდი კონცენტრაცია იყო, სოფლის ადგილებში და რეგიონებში უნდა მოგვეხდინა სახლის და კარის შეძენა იმ დევნილებისათვის, ვინც იქ იყვნენ ინტეგრირებული და პარალელურად უნდა გაგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეგულაციები იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო და მე როგორც მინისტრი და მთავრობის სახელით დევნილებს პირდებოდი, რომ ამისათვის საჭირო იყო 2 საარჩევნო ვადა და ეს იყო რეალური და ეს ყველაფერი გათვლილი იყო. აი ამ პროექტებისში, რომელიც მე დავასახელე, რომელიც ეხლა თაროებზე დევს დევნილთა სამინისტროში, დაახლოებით $9 მილიონამდე ლარია დახარჯული. და ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, ამის გარეშე 2014 წლის დასაწყისისათვის ჩვენ უკვე რეაბილიტაციის შედეგებიდან გამომდინარე 2300 დევნილი ოჯახისათვის ქონდა უკვე გრძელვადიანი საცხოვრებელი გადაცემული, მივიღეთ ახალი კანონი დევნილთა შესახებ, რომელმაც დაიცვა დევნილთა უფლებები და მე დავიწყე შეთანხმება მაშინდელ პრემიერთან, უკვე შეიცვალა პრემიერ და იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ფინანსთა სამინისტროსთან, რომ არსებული ბიუჯეტით შესაძლებელი იყო ამ მშენებლობების დაწყება და გამოვაცხადე ტენდერი. კრწანიშში 8-22 სართულიანი სახლის მშენებლობაზე. როდესაც ეს ტენდერი გამოცხადდა, დაიწყო იქიდან პრობლემები, დაიწყო შარევა. ანუ გაჩნდა ინტერესები
ამას გულისხმობთ. მოდით მე მოგიყვებით რა როგორ იყო და მე აი თქვენ ჩხენკელი ახსენეთ, ღარიბაშვილი ახსენეთ, სუბარი ახსენეთ, შეგიძლიათ გითხრათ რა სახის ლობირება მიმდინარეობდა? იმ ეტაპზე ახლა მე სადაც შევჩერდი, სუბარი არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ მაშინ სხვა უწყების ხელმძღვანელი იყო, ხოლო რაც შეეხება ჩხენკელს, რომელიც იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი და მისი აპარატი აქტიურად ჩაერია სამინისტროს საქმიანობაში. რასაც რა თქმა უნდა მოყვა საპასუხო რეაქცია ჩემგან, რადგან მას არანაირი უფლება და არანაირი ასე ვთქვათ კომპეტენცია იმისა, რომ ხარჯავი დაწესებულების ხარჯვის საკითხებში ჩარეული იყო, არ ქონდა, შესაბამისად დაძაბულობა აქედან წამოვიდა. მე მაინც გამოვაცხადე ტენდერი 56 მილიონ ლარზე, ეს იყო 8 22 სართულიანი კორპუსის მშენებლობა წანიშში, რომელსაც უნდა მოეყოლოდა კიდევ 2 და კიდევ 2 კორპუსის მშენებლობა 28 მილიონი და 28 მილიონი. ეს დაყოფა მოხდა იმისათვის, რომ ქართულ სამშენებლო კომპანიებს ქონოდათ შესაძლებლობა, რომ შანსი რომ ტენდერში მოგებოთ. აი შეგიძლიათ მითხრათ, აი ვიდრე საბოლოოდ უკვე როდესაც აღარ იყავით თანამდებობაზე ეს გასაგებია, როდესაც წამოხვედით იქიდან, მაგრამ როდესაც თქვენსა და ჩხენკელს შორის აი ეს დაძაბულობა შეიქმნა, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს რა პოზიცია ეჭირა ამ დროს? მე უნდა ვთქვა, ასე ვთქვათ, გულწრფელად, რომ ჩემთან ერთ-ერთზე ურთიერთობაში, როცა მე მას უხსნიდი, ის ჩემს პოზიციას იზიარებდა. თუმცა, როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა და იქ ახსენეს 2014 წლის 16 ივნისის ოქმი, ეგ იყო კრიტიკული, მაგ დღეს იყო კრიტიკული მომენტი, როდესაც ჩემდა, ასე ვთქვათ, გასაოცრად, მე იმ დღეს შევხვდი პრემიერ-მინისტრს, აუხსენი, რომ შემოთავაზებული ვარიანტი იყო აბსოლუტურად უპერსპექტივო. არ ქონდა მას არანაირი გარანტიები და არანაირი დაზღვევა საბიუჯეტო სახსრებს და შემოთავაზებული ვარიანტი ასეთი იყო. როგორც გითხარით, როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასიური მშენებლობა იწყებოდა და საუბარი ეხებოდა ათეულობით მილიონებს, უცბად გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს იდეის დისკრედიტაცია და დაიწყო გამონათქვამები, რომ ეხლა დარახველიძეს უნდა ააშენოს მრავალსართულიანი გეტოები, რომ ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ერთ ადგილზე კომპაქტურად დევნილების შესახლება ეს არ არის მომგებიანი. მაშინ, როდესაც დედაქალაქში შეჩერებულია უამრავი მშენებლობა და ამ დროს სახსრები უნდა წავიდეს, ეს იწვევს ბინების ფასის დაცემას და ასე შემდეგ, ასეთი გამონათქვამები. ამაზე მე მქონდა ძალიან ცხარე კამათი და ურთიერთობა მის ავტორებთან. აქ გამოჩნდა მშენებელთა, ასე ვთქვათ, სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები. იყო ასეთი ირაკლი როსტომაშვილი, რომელიც ამ თემას ეკონომიკურ საბჭოში ლობირებდა და რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყნისათვის იქნება უფრო მომგებიანი, თუ ეს თანხები წარიმართება გაკოტრებული, ან და გაკოტრების თქვენ გულისხმობთ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს. მენაშენეები მე ვიცი, რომ ადამიანებს, ვინც შეიტანა თანხები, იმათ მოიხსენიებენ ასე და მშენებლები, მშენებელთა გაერთიანების, არ ვიცი როგორ ქვია ზუსტად, მაგრამ გვარდასახელი ზუსტად დავასახელე. ისინი, ესე იგი, ისინი მთავაზობდნენ, რომ ეს თანხები წასულიყო ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე, თუმცა ჩემი გარანტიით, ჩემი ხელმოწერილი გარანტიით ბანკებისადმი და ბანკებიდან მათ უნდა მიიღოს ბატონ დავით, აი ძალიან საინტერესოა შეკითხვას. სად არის დაზღვევა? მე გავცემ გარანტიას, ბანკები მისცემენ მათ სესხებს, მაგრამ ისინი არ ააშენებენ იმ დროში. ეს არის თუ არა ის საკითხი, ბატონ დავით, რასაც შეეწირა თქვენი თანამდებობა? ჩემთვის ასეთი, ასე ვთქვათ, დასკვნილი სახით ასეთი რამ არავის არ უთქვას, თუმცა იგივე 16 ივნისს იმ ეკონომიკური საბჭოს ხდომაზე მე იძულებული გავხდი მეთქვა, რომ მე დავტოვებ ასეთ შემთხვევაში თანამდებობას. თუმცა პრემიერმა ძალიან ცუდად მიიღო ეს და მე მითხრა, რომ ეს არ ეხება შენს თანამდებობას და ეს არის საქმიანი დავა და არ არის პრობლემა და პრინციპში მაშინ სხვა და სხვა იმ დროს ვრცელდებოდა ასე ვთქვათ ჭორები და მე არ მინდოდა რომ ვთქვათ გავხდარიყავი ამის რაღაც ერთ-ერთი ავტორი, მაშინ იყო თემა მუსირებდა 4 შეთქმული მინისტრი თუ იქნებოდა გამოიწვია მთავრობის შეცდომას და ასე შემდეგ და ამიტომ მე ასე ვთქვათ დავიხიე უკან თუ არა მე 2014 წლის 16 ივნისს უნდა დამეტოვებია თანამდებობა და ვიქნებოდი სწორი მართალი საკუთარ თავთან. აი რა ხდება თქვენი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ხომ აი რომ რა შეიძლება ჩემი თანამდებობიდან წასვლას იქ არ ყოფილა დასახელებული რაიმე მიზეზი, მაშინ მე ამიხსნა პრემიერმა რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ მეხებოდა მარტო მე, 7 მინისტრის გადაადგილება მოხდა, აქედან 5 გაგვათავისუფლეს, ხოლო
ხოლო 2 გადაადგილდა და ჩემს მიმართ ჩემს კითხვაზე იყო ასეთი პასუხი რომ ჩემთან უფრო კომფორტული იქნებოდა თუ მე არ ვიქნებოდი და მეც პრინციპში დავხარე თავი და წავედი აღარ გამიგრძელებია დავა ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ის იყო ამის გამოძახილი ან სხვა იყო იმის გამოძახილი მაგრამ მე ვამბობ იმ ფაქტების თაობაზე რომელზედაც საუბარია და მე დღეს ჩემი ასე ვთქვათ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუში ძირითადი ინტერესი იყო ისა რომ მე გახლავართ ეროვნული ფორუმის წევრი მე ვგეგმავ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო იქ სადაც ვცხოვრობ ეროვნული ფორუმის წინასაარჩევნო პროგრამაში არის ნაწილი რომელიც არის ჩემს მიერ მომზადებული და რომელზედაც მე ვააგებ პასუხს და რა თქმა უნდა ეს ეხება დევნილთა მომავალ ბედს, მათი განსახლების საკითხებს, პერსპექტივას და ასევე სხვა საკითხებს და სადაც მე გამოვჩნდები საზოგადოების წინაშე და ჩვენს ამ თქვენი აქტიურობის ნაწილია ბატონ დავით ეს ეს არის მომავალი ბედის და მომავალი ინტერესის თემა. იმიტომ რომ თქვენი მიმართ დაისვა შეკითხვა და მე ამ შეკითხვას ახლა აქაც დაგისვამთ პირდაპირ ეთერში 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც თქვენ არ ხართ თანამდებობაზე რატომ აქამდე არ ილაპარაკეთ ამის შესახებ, როდესაც ეჭვი გიჩნდებათ რომ აქ არ არის მთლად წესრიგში ყველაფერი, როდესაც თანხებს შორის ასეთი განსხვავებაა. იცით რაშია საქმე? მაშინ მიდიოდა ამ თემაზე დავა, მე მქონდა ჩემი მყარი პოზიცია, თუმცა ამ პოზიციას ყავდა მოწინააღმდეგეები და დღესაც შეიძლება ბევრს გაუჩნდეს აზრი, რომ ძალიან საინტერესოა თქვა თუ თანხები მიემართება გაჩერებულ მშენებლობებზე, ეს მშენებლობები ამოქმედდება, ანუ ეკონომიკა ცოცხლდება და დევნილებიც მიიღებენ ბინებს და მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი რომ აი ამ მდგომარეობაში მყოფი კომპანიების შემოყვანა დევნილთა განსახლების საკითხში წინა პლანზე წამოსწევდა სამშენებლო ბიზნესის ინტერესებს და არა დევნილთა ინტერესებს. ამიტომ მქონდა პრინციპული პოზიცია. თუმცა მეორეს მხრივ, აიყვნენ ადამიანები, ვინც ამას ასაბუთებდა. შესაბამისად, მე არ ვიცოდი, რომელი გამოვიდა და მართალი და რა გაამართლებდა, მაგრამ გამლილმა 2 წელმა აჩვენა ჩემის ღრმა რწმენით და მე ამაში დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაწყვეტილება, საითაც მე წავიდა პოლიტიკა დევნილთა მიმართ, იყო არასწორი და ამან მიიყვანა საქმე. სოზარ სუბარმა თქვენი აზრით ამას უბრალოდ წინააღმდეგობა არ გაუწია თუ ის ეთანხმებოდა ამ სოზარ სუბარი იმ დროს რა თქმა უნდა ამ განხილვებში არ მონაწილეობდა, ხოლო როდესაც ის დაინიშნა ჩემს შემდეგ თანამდებობას და მას შესთავაზეს ეს გამზადებული ვარიანტი, მან ეს მიიღო. და მე არ ვიცი ახლა მას იმ დონეზე ქონდა ეს შესწავლილი რა დონეზედაც თქვა მე ამის თაობაზე საუბრობ თუ არა მან მიიღო ეს თამაშის წესები და შედეგიც მიიღო რომელიც არის და როგორც გითხარით პროექტები არ გახორციელდა და დღეს მე დარწმუნებული ვარ იმ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მათ შეიძინეს $530 იგივე ჩინური კომპანიისგან 1 კვადრატული საცხოვრებელი ფართი ვიცი რომ ზოგან მოხდა ხარვეზები და საბაღირებულება $600-მდე წავიდა. ყველაზე დაბალი იყო 450, ხოლო ტენდერმა, რომელიც გამოვლინდა, რომელშიც გამარჯვებული აჩვენა $300. კი ბატონო დავით, ბევრი დრო არ დაგვრჩა. თქვენ გვეუბნებით რომ მხოლოდ ფაქტებს ამბობთ და ამის უკან რა შეიძლება იდგას, ამას არ განავრცობთ ახლა, მაგრამ მე ამის არანაირი დაუშვათ საფუძველი რომ პროკურატურამ უნდა დაიწყოს თუ არა ამ საქმის გამოძიება თქვენი აზრით. ან თქვენ თუ აპირებთ რომ მიმართოთ, ან თქვენი საჯარო განცხადებების საფუძველზე მიგაჩნიათ თუ არა, რომ სწორი იქნება რომ მათ ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. იცით რა არის, სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში არ არის ეფექტური უმაღლესი სახელმწიფო კონტროლი. ეს არის ზუსტად საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობის საკითხი, ხარჯვის ეფექტიანობის საკითხი. მე ვთვლი რომ ეს ხარჯები დაიხარჯა არაეფექტიანად. მე გაფლანგვაში არავის არ ვადანაშაულებ, მაგრამ ის რომ თქვათ იგივე თანხით შეიძლებოდა უფრო მეტი და ზოგ შემთხვევაში ორჯერ მეტი ბინის შეძენა და შესაბამისად ორჯერ მეტი ოჯახის გრძელვადიანად დაკმაყოფილება ეს სახეზია და სამომავლოდ მე ვთვლი რომ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ და ამ შემთხვევაში სამინისტრომაც რომელსაც არაფერი არ უთქვავს რას აპირებს როდის დამთავრდება მე ვამბობდი 2020 წელს და გამოეხმაურენ და თქვენს რომ იყო არარეალურიო 2012 წელს ეს აბსოლუტურად რეალური იყო გასაგები ბატონო დავით ჩვენ დღეს ვინ რას ამბობს ვინ რას თავაზობს გადავაცილეთ დროს და აუცილებლად მინდა ეს შეკითხვა მოვასწრო ანუ თქვენ ხართ წარმომადგენელი ეროვნული ფორუმის რომელიც ცალკე გავიდა კოალიციიდან და
ცალკეცდის ბედს არჩევნებზე. თქვენ იქნებით ქართული ოცნების და ხართ ქართული ოცნების ოპოზიცია უკვე მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინ ამ მთავრობის წარმომადგენელი იყავით. რა იქნება მთავარი საკითხები, რაშიც თქვენ ოპონირებას უწევთ თქვენს ყოფილ კოალიციას და გუნდს? დიახ, არის ჩვენ ვიყავით კოალიციის წევრი, ჩვენ უერთგულეთ იმ ვალდებულებას, რაც კოალიციური ხელშეკრულებით ჰქონდა ეროვნული ფორუმი მაქვს მხედველობაში ბოლომდე და დღესაც მრავალი მიმართულებით ეს პროცესი მიმდინარეობს ადგილობრივ საკრებულოებში, ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არიან ჩვენი წევრები და ჯერჯერობით კიდევ ინარჩუნებენ უმრავლესობას, მაგრამ არის საკითხები, სადაც რომელ საკითხებშიდაც წინასაარჩევნოდ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომები ქართულ ოცნებასთან, ქართული ოცნებისა. ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების თემა. ეს არის დასაქმების საკითხები, ეს არის საგადასახადო საბიუჯეტო პოლიტიკა, ეს არის სასამართლოსთან დამოკიდებულება, ეს არის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა და სხვა საკითხები, რომლებიც დეტალურად იქნება ეროვნული ფორუმის წინასაარჩევნო პროგრამაში და როდესაც ფორუმი აქტიურად დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და ფორუმის აღიარებული ერთპიროვნული ლიდერი კახაბერ შარტავა გამოვა ასპარეზზე ამ ყველა საკითხებით, მაშინ ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი უფრო დეტალურად. მადლობთ დავით დარახველიძე, დევნილთა ყოფილი მინისტრი და ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ გადავაცილეთ ოდნავ ჩვენს დროს და სულ ცოტა ხანში წინ გელოდებათ რვიანი ნინო შიჟილაშვილთან ერთად.